განვიხილოთ ძალის მიერ შესრულებული მუშაობა, განვიხილოთ სამ შემთხვევას. პირველ შემთხვევაში ძალაც და გადაადგილებას ერთი და იგივე მხარეს არის მიმართული და ამ ძალის მიერ შესრულებული მუშაობა იქნება F-ი გამრავლებული გადაადგილებაზე, F/S. აი მაგალითად, თუ იქნებოდა 5 ნიუტონი ძალა მოდებული 4 მეტრზე გადაადგილდებოდა სხეული, მაშინ გამოვიდოდა შესრულებული მუშაობა 5/4 გამოვიდოდა 20 ჯოული, ხო? რაც არის ენერგიის და თქვათ მაგალითად მუშაობის ერთეული. ჯეიმს ჯოულის საბადისმრიფლად. ჯეიმს პრესკოტ ჯოული იყო ინგლისელი ფიზიკოსი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ელექტრომაგნეტიზმის და სითბური მოვლენების გამკვლევაში. მეორე შემთხვევაში, როდესაც სხეული გადაადგილდება ერთ მხარეს და ძალა არის მის საპირისპირო მხარეს მიმართული, ეს ძალა ასრულებს უარყოფით მუშაობას და გამოდის -F/S. მაგალითად, თუ ძალა იქნება 8 ნიუტონი და გადაადგილება გამოდის 4 მეტრი, შესრულებული მუშაობა გამოვა -F/S, ანუ -8/4, ანუ -32 ჯოული. თუ აქ ამ სხეულს იქნებოდა რაღაც კინეტიკური ენერგია, საბოლოოდ იქნებოდა 32 ჯოულით ნაკლები, რადგან ეს მუშაობა რაც გამოვიდა -32 ჯოული, ეგ ენერგია მოაკლდებოდა ამ სხეულს. თუ იქნებოდა აქ თქვა 500 ჯოული კინეტიკური, აქ უკვე იქნებოდა 468 ჯოული, მოაკლდებოდა 32 ჯოული. ამ შემთხვევაში ენერგია გაიზრდება, ხო, იმიტომ რომ დადებითი მუშაობა სრულდება. ხოლო მესამე შემთხვევაში ძალა მუშაობას არ ასრულებს და ეს არის მაშინ, როდესაც ძალა მართულია გადაადგილების. აი მაგალითად, ამ შემთხვევაში ეს თქვა სიმძიმის ძალა ან რეაქციის ძალა მუშაობას არ შეასრულებს, რადგან კი სხეული გადაადგილდება, თქვა მარჯვენა მხარეს და ძალაც არის, ხო, ემჟიც არის და რეაქციის ძალაც, მაგრამ მუშაობა არ შესრულდება, იმიტომ რომ ძალა და გადაადგილება არის ერთმანეთის მართობული. თქვა, სულ რომ ძალა იყოს 50 ნიუტონი და გადაადგილება 8 მეტრი, შესრულებული მუშაობა იქნება 0 ჯოული. და ზოგად შემთხვევაში, თუ სხეული გადაადგილდება რაღაც მიმართულებით და მოდებულია მასზე ძალა, რომელიც ალფა კუთხეს ადგენს ამ გადაადგილების მიმართულებასთან, შესრულებული მუშაობა გამოდის F/S კოსინუს ალფა. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა მოიცავს აი ამ სამივე ვარიანტს, რატო? იმიტომ რომ თუ ალფა 0 გრადუსია, გამოდის რომ კოსინუს 0 იქნება 1-ის ტოლი და შესრულებული მუშაობა გამოვა F/S, აი პირველი შემთხვევა რაც იყო. მეორე შემთხვევაში, როდესაც ალფა არის 180 გრადუსი, მაშინ კოსინუს ალფა იქნება -1 და შესრულებული მუშაობა გამოდის -F/S, ხო? იმიტომ რომ ეს თუ -1 იქნება, პასუხი დაждდება -F/S. აი მეორე ვარიანტი. ხოლო როდესაც ალფა არის 90 გრადუსი, აი მაგალითად აი ამ შემთხვევაში, სიმძიმის ძალის ან რეაქციის ძალის შემთხვევაში, არც ერთი ძალა მუშაობას არ ასრულებს, რადგან ალფა იქნება 90 გრადუსი, კოსინუს 90 გრადუსის არის 0-ის ტოლი და მუშაობა გამოვა 0 ჯოულის ტოლი. თუ გსურთ ფიზიკის წიგნი მერვე კლასის მასალაზე, მე მაქვს სახელმძღვანელო, რომელზეც არის ძალიან ბევრი ამოცანის ამოხსნა, არის ასევე თეორიები ძალიან მარტივად დაწერილი, წიგნი არის 187 გვერდიანი და შემიძლია მე კურიერს ის თქვენთან სახლში გამოვატანო.